ჩერნოვცკის ფონდის დახმარება რომ არა, ალბათ დათას არაფერი არ ეშველებოდა, ესე რომ ვთქვათ. ოპერაციამდე დათას უჭერდა შარდის გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც ხელს უშლიდა მის ნორმალურ ფუნქციონირებას. 12 აგვისტოს დათას ჩაუტარდა ოპერაცია თურქეთში, ჩაუტარდა საშარდე გზებზე. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. ფონდის წყალობით და ხალხის წყალობით, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ, ძალიან კარგ შედეგზე გავედით. პირველ რიგში დათას ჯანმრთელობას მიეხედა, რაც ყველაზე მთავარია და დიდი მადლობა ფონდს. ძალიან დიდი მადლობა ჩერნოვცკის ფონდს, რომ მოგცა იმის საშუალება, რომ გვეცხოვრა ესეთ პირობებში. აქ 1 წლით შეგვიძლია რომ უზრუნველად ვიცხოვროთ და დათას ჰქონდეს ის გარემო, რასაც თითოეული ბავშვი იმსახურებს. ადრე გადაკეთებულ გარეშე ცხოვრობდით. დათას ძალიან მოწონს თავისი ახალი გარემო, სეზონშიც გულდამშვიდებული ვუშვებ. ძალიან დიდი მადლობა ყველას და იმედია რომ დათა დიდი ბიჭი რო გაიზრდება ყველას სათითაოდ გადაგიხდით მადლობას თავისი კარგი და წესიერი ცხოვრებით. სირთულეები ამ მომენტისთვის რაც გრჩება ეს არის დათას ეპილეფსია, რომელიც მადლობა ღმერთს რომ მართვადი არის და მედიკამენტებს ემორჩილება. გვაქვს უდიდესი ჩამორჩენა წონის და სიმაღლის მხრივ. გამოსაკვლევი გვექნება ამ 1 წლის განმავლობაში სილუერის სინდრომი, რაც ზრდა განვითარების შეფერხებას იწვევს და თუ ეს სინდრომი დაუდასტურდება დათას, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ჰორმონალური თერაპია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.